იპოვე ჩვენი არხი შენი ტელევიზორის პულტზე. მაგთი ნომერი 45, სილქნეტი 345, ახალი ქსელები 345, მარტივი 45. მოგესალმებით, ეთერშია პოლიტიკურ, გეოგრაფიულ, ისტორიულ, ბიოლოგიურ, ანალიტიკური ток-შოუ. ჩემი დღევანდელი გადაცემის სტუმარია ექსპერტი, მეცნიერი, საზოგადო მოღვაწე და ისტორიკოსი ბატონი გიზო მშვენიერაძე. მოგესალმებით, ბატონო გიზო, მადლობა რომ მობრძანდით ჩვენთან სტუდიაში. გადავიდეთ კითხვაზე, დავიწყოთ საუბარი. რას ფიქრობთ ჩვენი ქვეყნის პოლიტიკურ, გეოპოლიტიკურ მდებარეობაზე და რა ფუნქცია ეკისრება ამ დროს სახელმწიფოს? კი ბატონო, იმიტომ რომ მოგეხსენებათ ქვეყნის გეოპოლიტიკური მდებარეობის შეფასებისას უდიდესი ყურადღება ექცევა როგორც გეოგრაფიულ ფაქტორს, ასევე ეკონომიკურ და სტრატეგიულ პოზიციებს. ქვეყნის წარსულს, მის მეზობელთან, ჩვენი ქვეყნის ნებისმიერ ურთიერთობას, მეზობელ ქვეყნებსა და რეგიონებში არსებულ პოლიტიკურ თუ ეკონომიკურ ვითარებას და ზოგადად რა აზრის ხართ გეოპოლიტიკურ კონცეფციაზე. რაც შეეხება რომელიც მე-19 საუკუნეების მიჯნაზე ჩამოყალიბდა. პირველ რიგში კიდევ ერთხელ მოგესალმებით, მივესალმებით თქვენს მაყურებელს. რაღა უნდა დავამატო, მაგრამ დავამატებდი ერთ მთავარს, ზოგადად გეოპოლიტიკური. ეხა გვაქვს ჩვენ პირველი ჩართვა, უკაცრავად რომ შეგაწყვეტინეთ. ჩაგორთება ჩვენი ჟურნალისტი, ერთ-ერთი არასამთავრობო ორგანიზაციაში იმყოფება ჩვენი ჟურნალისტი. ანუ თემა იქნება, ანუ ქალაქში საცობებზე თქვენს გაინტერესებთ ალბათ ეს თემა. თათია გესმის ჩვენი ხმა? დიახ, თამარ გვესმის. მე ახლა ვიმყოფები არასამთავრობო ორგანიზაციაში, სადაც ერთ-ერთ წარმომადგენელს ჩავერთვები. თათია, დროში ვარ შეზღუდულები და თუ შეიძლება პირდაპირ სტუმართან რომ გადავიდეთ მოусმინოთ. დიახ, თუ შეიძლება გითხარით, რას ფიქრობთ საცობებთან დაკავშირებით, ორიოდე სიტყვა თქვენი აზრით. საცობებს რაც შეეხება ქალაქში არის საშინელი მდგომარეობა მინდა გითხრათ. რაც შეეხება ეხლა თვითონ დიდი მადლობა ესეთი ამომწურავი პასუხისთვის, ინფორმაციისთვის. ჩვენ კიდევ ერთი ჩართვა გვაქვს. თათია, შემდეგ დაგიბრუნდებით ცოტა ხანში. მანამდე კი შემდეგ ჩართვამდე დაუბრუნდეთ ჩვენი სტუდიის სტუმარს. ბატონო გიზო, ქვეყნის გეოპოლიტიკურ მდებარეობას განვიხილავდით ეხლა ჩართვამდე ჩვენ. როგორ ფიქრობთ, მსოფლიოში არსებული ვითარება რამდენად დიდ გავლენას იქონიებს ჩვენს ქვეყანაზე? კი ბატონო, და აქვე დავამატებ, აქ არსებული ვითარება როგორ ზეგავლენას მოახდენს ჩვენს საგარეო პოლიტიკაზე? კი ბატონო, მოგახსენებთ ზოგადად დავაკონკრეტებ და დავამატებ, თუ იქონიებს ეს ქვეყნის ეკონომიკურ მდგომარეობაზე გავლენას და თუ კი მაშინ რომელ სფეროებს შეექმნებათ პრობლემა? მოგახსენებთ, რაც შეეხება ზოგადად და აქვე ინფლაციის დონე რამდენად აიწევს? კი ბატონო, და თუ აიწევს, რა ბედი ეწევა ლარის კურსს? კი ბატონო, ლარის თუ არ ჩავთვლით იმ ვალუტის შემოდინებას, რომელზეც დგას ქართული ეკონომიკა. კი ბატონო, მოკლედ რაც შეეხება თქვენ რაც აღნიშნეთ არსებულ საკითხს, მე მაქვს სანამ გვეტყოდეთ თქვენ ამ მოსაზრებად, მანამდე დაპირებული ჩართვა გვაქვს, საიდანაც ანუ ბაზრიდან გვაქვს შემდეგი ჩართვა, თქვენთვისაც საინტერესო იქნება ალბათ აუცილებლად. ბაზრიდან არის ჩართვა, სადაც ხალხი შეშფოთებულია პროდუქტებზე გაზრდილი ფასებით. ციაკო, დიახ, თამარ, ჩვენ ახლა ვიმყოფებით ბაზარში, სადაც ხალხი შეშფოთებულია პროდუქტებზე გაზრდილი ფასებით და ჩვენ სწორედ აი ამ წუთებში ახლა გავესაუბრებით მომხმარებელს, რომელიც გვეტყვის რა ხდება ბაზარში. მოგესალმებით. დიახ, ნამდვილად კატასტროფა ხდება ქვეყანაში. ფასები არის კატასტროფულად გაზრდილი. აი მაგალითად ახლა შემოვედი 100 ლარით მაღაზიაში, ბაზარში უბრალოდ. დიდი მადლობა ჩართვისთვის. ციაკო, ჩვენ ვუბრუნდებით ბატონ გიზოს სტუდიის სტუმარს, რომელიც საუბრობდა მეტად საინტერესო საკითხზე და სანამ საუბარს განვაგრძობთ ბატონო გიზო, მანამდე მოდით რეკლამაზე გავიდეთ და შემდეგ დაგითმობთ დროს. რეკლამა ეთერში.
დიახ, ჩვენ დავბრუნდით ეთერში, ძალიან საინტერესო საუბარი გქონდა მე და ჩვენ სტუმარს, სანამ რეკლამაზე ვიყავით გასული და ახლა კითხვა ბატონ გიზოსთან. რატომ არ ექცევა ყურადღება ბატონო გიზო სოფლის მეურნეობას? კი ბატონო, მაგაზე მოაქვს ჩემი მოსაზრება. რატომ ვერ აბარებს გლეხი მარტივად თავის მოყვანილ მოსავალს ქარხნებში? რატომ არის რომ ქართული ღვინო ვერ გადის ექსპორტზე? კი ბატონო, მაგაზე ან გადის და ღირს ძალიან იაფი. გასაგებია. ეს არის პრობლემა მგონი ჩვენს ქვეყანაში, გისმენთ. კი ბატონო, მოგახსენებთ მაგას რაც რატომ არ აქვს გლეხს იმის შემოსავალი, რომ სეტყვისგან დაიცვას ვენახი? ზოგადად ეხა თქვენ რასაც რომელსაც ვენახი, რომელსაც თვეები უვლის და რატომ არის ყოველ წელს ყურძნის ფასი უცვლელი, როცა ქვეყანაში ყველაფერი ძვირდება მოგეხსენებათ. რა თქმა უნდა, მაგაზე რატომ არაფერს ამბობს ამაზე სოფლის მეურნეობის მინისტრი? ეს ხო მისი კომპეტენციაა, ხო? დიახ, ეხა თქვენ რაც აღნიშნეთ, მაგასთან დაკავშირებით მე სხვადასხვა ვრცელი ინტერვიუ გინდათ ამ კითხვაზე ნუ მიპასუხებთ. რადგან ეს იყო რიტორიკული შეკითხვა და გადავიდეთ შემდეგ კითხვაზე და შემდეგ საკითხზე. როგორ ფიქრობთ, ბატონო გიზო, არსებული ვითარება გამომდინარე მისი რთულად კონსტრუირებული ხასიათისა და გეოპოლიტიკური ვითარების შინაარსობრივად ღრმა საერთაშორისო ვითარებისა, რომელსაც ადგილობრივი კვლევითი ორგანიზაციის მოქმედი შიდა სამსახურეობრივი ვერტიკალი აწყდება, არის თუ არა წინაპირობა იმისა, რასაც მომავლის შინაგანი დეინსტალაცია და პრაგმატიზაცია ეწოდება. დიახ, აუცილებლად ვიწრო სპეციალიზაციის განხრით. ჩავაზუსტე. საიდან დავიწყო? მოკლედ რაც შეეხება მოკლედ მიპასუხეთ, თუ შეიძლება საეთერო დროში ვარ შეზღუდულები. გისმენთ? კარგით, მოკლედ იპასუხებთ, რაც შეეხება კარგით, ბატონო გიზო, მისაღებია თქვენი პასუხი. გადავიდეთ შემდეგ კითხვაზე. უკაცრავად ახლა მაცნობებენ, რომ შემდეგი ჩართვა გვაქვს, მორიგი ჩართვა. ჩაგვერთვება ანუ სტუმარი და შემდეგ განვაგრძოთ სრულფასოვნად და ძირფესვიანად საუბარი და გექნებათ ამის დრო. ახლა გვერთვება მედიცინის საერთაშორისო მეცნიერებათა დოქტორი, ასოცირებული პროფესორი, ბერლინის საერთაშორისო ჰოსპიტალის მეცნიერებათა დოქტორი, ციურიხის სამედიცინო სკოლის პრორექტორი, მილანის დუომოს უნივერსიტეტის პროფესორი ბატონი თენგიზი. ბატონო თენგიზ, ხაზია ბატონი თენგიზი ჩავთავთ. ახლა მეუბნებიან, რომ რაღაც ტექნიკური ხარვეზის გამო ჩართვა ვერ ხერხდება, ამიტომ მოდი გადავიდეთ სტუმართან, ბატონ გიზოსთან. გისმენთ? დიახ, ქვეყნის გეოპოლიტიკურ მდებარეობას განვიხილავთ. ახლა შემდეგი ჩართვა გვაქვს ბატონო გიზო ცოტა ხანი, თუ შეიძლება და განვაგრძოთ შემდეგ საუბარი. ახლა გვერთვება ექსპერტი ბატონი ბადრი ჩოგოვაძე. ბატონო ბადრი, გესმით ჩემი ხმა? დიახ, მოგესალმებით. ბატონო ბადრი, რა სიტყვით რამდენად მშვიდია დღევანდელი გარემო ბიზნესისთვის? მოგესალმებით, მივესალმებით თქვენს მაყურებელს. რაც შეეხება ბიზნეს გარემოს, ანუ აი ხლა ნასკი ჩაიჯვითონ თუ ყლაშანი გაგადინეს სახეში გიორგი. დროზე ხლა არ გაგიჯოდე და არ უჭერს გიტანა გიორგი, ნასკი ჩაიჯვითროზე. უკაცრავად ერთი წამით ხავე მოვა. უკაცრავად. რა ვერი მოვებიჭე მეორე უნდა გამოწიე. რა გინდა ქალო იქეთ რო ჩააცვა ბავშვს ეს დედა ხო შეიძლება ჩართვა მაგ ხო შეიძლება მაცადო რა. ჩართვა არა ის გავშენს კიდე ერთი და ეგდე რა მესამე ჩართვა გაქვს დღეს. ტვინი გაბურღა ამანაც კიდე რა. აღარ ვისუნთქოთ და აღარ გავიაროთ. გოგო გაჩერდი ექსპერტი ვარ გოგო ჩაიგდე ენა ხალხი მისმე საწავიდე რა გავაკეთო გამაგებია. ექსპერტი არა კვახი ხარ კიდე შენი ვისაც ჯერა კიდე გამომივიდა კაცი. ფი შენი გაჩუნდი ხალო დამთავრდება ჩართვა თქვენ მომ ლურჯი ნასკი მეთქი გიორგი ბატონო ბადრი ბოდიში ტექნიკური ხარვეზი დიახ დაუბრუნდი მაპატიეთ უბრალოდ ტექნიკური ხარვეზი იყო და დიახ რაზეც საუბრობთ ეხლა რაც შეეხება ესე იგი ჩვენ ეკონომიკურ გარემოებას ეხლა თქვენ რაზე საუბრობდით ძალიან დიდი მადლობა ბატონო ბადრი ამომწურავი პასუხებისთვის დროებით გემშვიდობებით ბატონო გიზო გადმოვდივარ ისევ თქვენთან თქვენ რა კომენტარს გააკეთებთ ამ თემაზე ნუ ამ თემაზე რა კომენტარის გაკეთება ბატონო გიზო უკაცრავად სანამ თქვენ პასუხს მოვისმენთ ჩვენ სპეც ჩართვა გვაქვს ეხლა დიახ
მე ახლა მატყობინებენ, რომ არასამთავრობო ორგანიზაცია მომავალი მომავლისთვის ოფისში ტარდება ბრიფინგი, ამ ბრიფინგს პირდაპირ ეთერში გთავაზობთ, მოусმინოთ. ნუ ეს იყო რისი თქმაც მინდოდა, ძალიან დიდი მადლობა ყურადღებისთვის, გაიხარეთ. როგორც ხედავთ, საკმაოდ მკაცრი განცხადება გააკეთა არასამთავრობო ორგანიზაცია მომავალი მომავლისთვის. ახლა კი ვბრუნდებით სტუდიაში სტუმართან ერთად. ბატონო გიზო, დიახ, გიზო, რას ფიქრობთ და რა კომენტარს გააკეთებთ ამ ძალიან მნიშვნელოვან ბრიფინგზე? ნუ ამ ბრიფინგს რაც შეეხება აზრი ვერ გამოვიტანე, იმიტომ რატომ ვერ გამოვიტანეთ აზრი? რავი, არ უთქვამს, ისეთ დროს ჩავერთეთ, რომ უკვე დასრულდა. კარგი, გასაგებია არ გსურთ კომენტირება ამ თემაზე. არა, კომენტირება როგორ, უბრალოდ ვერ მოვისმინე, შინაარსი ვერ. მე მაინტერესებს თქვენი აზრი იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ შეიძლება მოხერხდეს საარსებო მინიმუმის გაზრდა. კი ბატონო, მოგახსენებთ, ძალიან საინტერესო კითხვა, ისევე როგორც წინა კითხვები იყო, საინტერესო, რომელზეც მსურდა პასუხის გაცემა. ანუ მე არ გაცადეთ პასუხის გაცემა ამას არა, რას ბრძანებთ? უბრალოდ რაც შეეხება საარსებო მინიმუმს, მე მაქვს მაგაზე ჩემი მოსაზრება, ჩემი გეგმა მაქვს და გეგმა ძალიან საინტერესოა, თუ შეიძლება მაყურებელს რომ მოუყვეთ ამ გეგმის შესახებ. დიახ, უყვები, მაგ გეგმას უყვები, თუ დამაცდით, აი სწორედ მაგ გეგმას უყვები, ეხლა მაყურებელს, რაც შეეხება ჩემს გეგმას. ახლა უკვე მეორედ მეუბნებით, რომ მე თქვენ საუბარს არ გაცდით, ბატონო გიზო. გისმენთ? იმ გეგმაზე ვსაუბრობ, სწორედ რაზე. გეგმა არის ძალიან საინტერესო მაყურებლისთვის. ხო და მაგ გეგმაზე, ანუ თქვენ მაწყვეტინებთ, უკვე დამთავრებული მექნებოდა, მაგ გეგმაზე ვსაუბრობ, საარსებო მინიმუმს. ერთი წამი მაცადეთ, შეიძლება მაგ გეგმაზე ვსაუბრობ, რაც დამისვით. კითხვა ზოგადად, თელი გადაცემა არის, ორი წინადადება არ მithქვამს, გადაბმო და ზოგადად მაგას ვსაუბრობ, საარსებო მინიმუმს რაც შეეხება, მაგაზე მაქვს ჩემი გეგმა და ჩემი გეგმა მინდა რომ გავახსნათ მაყურებელს, თუ შეიძლება რომ ისაუბროთ და მაგაზე კიდე მინდა რომ მაყურებლისთვის მართა და ყოველთვის მინდოდა მეთქვა იმ ჩართვას რაც შეეხება ზოგადად რომ ეს არის ბატონო გიზო აღელვებული ხართ ეხლა და აღელვებული არ მართდით და ისე უთხარით თქვენი სათქმელი მაყურებელს რომ თქვენ მაცდით ეს დედაბა მაყურებელს სათქმელს ბოდიში ავღებდი მაგას ვაყალიბებ ზუსტად და მე მინდა მაყურებელს მიმართო დიახ, ეგ ეთერი და ისაუბრეთ მიმართო მაყურებელს ზოგადად ბიზნესის გარემო არ არის ისე თავისუფალი როგორც წარმოუდგენია ეს ადამიანებს დღევანდელი ჩვენი თოქ-შოუ დასრულებულია ერთ არის გალექსის აცოდების პრობლემა არის ძალიან დიდი რაოდენობით არის გაჭირებული ფენაც უყავს ძალიან ბევრი ადამიანები არიან ასევე სხვათა შორის მე იმ დღეს შევესწარი ეგეთ სიტუაციას, როდესაც ადამიანი გამოვიდა ბაზარში და ელემენტარული მართლა ეხა იმ ქალბატონო აღნიშნა 100 ლარი რომ გაქვს მაღაზიაში შედიხარ 100 ლარით რეალურად არაფერი არ მოგდის ხო ეს არის ინფლაცია ინფლაცია რა არის რეალურად ის კი არ არის ინფლაცია რომ რაღაცა დოლარის კურსი იპოვე ჩვენი არხი შენი ტელევიზორის პულტზე. მაგთი ნომერი 45. სილქნეტი 345. ახალი ქსელები 345. მარტივი 45.